და სხვა თემების შესახებ ევროკავშირის პროექტი საქართველოში საბაჟო და ფოტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის შესახებ დასრულდა. პროექტი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი საზღვრებზე სურსათის უნებლობისა და ვეტერინარული კონტროლი იყო. პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია დღეს ასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, რომელსაც უცხოელ პარტნიორებთან ერთად ნოდარ ხადურიც დაესწრო. პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, პროგრამა წარმატებით განხორციელდა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პროცესზე დადებითად აისახება. Მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეგრეთ წოდებული ტვინინგის ან დაძმობილების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ფინანსის სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის სამსახურების თანამშრომლობას, როგორც შემოსავლების მობილიზაციის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანიტარული, ფიტოსანიტარული, ვეტერინარული კონტროლი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ საქართველოს თავისი ინსტიტუციონალური მოწყობით დაუახლოვდება ევროკავშირს. შესაძლებლობა მოგვეცა გაგვეზიარებინა ევროკავშირის გამოცდილება. კონკრეტულად საუბრობთ საბაჟო კონტროლის პროცედურებისა და საბაჟო გაფორმების პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც დაარიგებია ევროკავშირის ქვეყნებში. ამასთანავე მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი პროექტის სანიტარული და ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის გაძლიერება. პროექტი წარმატებით განხორციელდა. პროგრამის მიმდინარეობისას ქართულმა მხარემ საბაჟო სექტორში კანონის დახვეწის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. ფიქრობ, საკითხი ხელშეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების განვითარებას. ფიტოსანიტარული ნორმების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება დადებითად აისახება ქართული პროდუქტის ექსპორტზეც.